გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთათ ხელიძე ვარ. ვიდეოს დასაწყისში მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. რაც შეეხება დღევანდელ თემას, მე დღეს შევეხები ყველაზე აქტუალურ საკითხს ბოლო თვის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სავაჭრო ომები მთლიანად მსოფლიოს წინააღმდეგ, პრაქტიკულად შეიძლება ასე ვთქვათ. როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა შეერთებული შტატების გათავისუფლების დღე და ქვეყნების უმრავლესობას დაუწესა სავაჭრო ტარიფები. გათავისუფლება მდგომარეობდა იმაში, რომ საომავლოდ შეერთებულ შტატებმა უნდა შეამციროს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც მას საკმაოდ დიდი აქვს და პირიქით ახდეს დადებით ბალანსი კონდეს გლობალურ ვაჭრობაში. მაგრამ შემდგომ თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ გარკვეულწილად დონალდ ტრამპის მხრიდან უკან დახევები ან სატარიფო ომებში. პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში შეერთებულმა შტატებმა ეს ტარიფები მოუხსნა ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას და დატოვა მხოლოდ ჩინეთზე ტარიფები და ნაწილობრივ მექსიკასა და კანადაზე. ხოლო შემდგომ კიდევ უფრო ვნახეთ ნაბიჯების შერბილება, როდესაც ჩინეთზე დაწესებული ტარიფებიდან გამოირიცხა ჩინური მაღალტექნოლოგიური საქონელი და ბოლო ახალი ამბებია, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, რომ კიდევ შეამციროს, პრაქტიკულად გაანახევროს ეს ტარიფები ჩინურ სხვადასხვა პროდუქციაზე და ეს ტენდენცია მიანიშნებს იმას, რომ სავარაუდოდ ეს სატარიფო ომებიც თუნდაც ჩინეთთან მიმართება შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და ეს დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ეგრეთ წოდებული გათავისუფლების პროცესი აღმოჩნდეს რაღაც ძალიან მოკლევადიანი ეკონომიკური პოლიტიკა. რატომ აღმოჩნდა ეს პოლიტიკა არაეფექტური და ესე მოკლევადიანი? ამას აქვს საკუთარი ამხსნელები და შევეცდები გარკვეულწილად მიზეზებზე ვისაუბრო ამ ვიდეოში. პირველი, ჩვენ უნდა გავიგოთ თუ ჯერ რა არის ტარიფი. ტარიფი ეს არის იმპორტიორის გადასახადი, ანუ კომპანიას, რომელსაც შემოაქვს საქონელი, ის უხდის გადასახადს სახელმწიფოს იმ პროცენტულობით, ანუ პროდუქციის ფასის იმ პროცენტით, რა პროცენტიც არის ტარიფი დაწესებული, ხო? შესაბამისად, იმპორტიორს უძვირდება იმპორტი და ბუნებრივია ის ამ დამატებით გადასახადს საკუთარი ჯიბიდან არიღებს, ის შემდეგ უკვე ზრდის პროდუქციაზე ფასს და საბოლოოდ ტარიფის გადასახადს იხდის მომხმარებელი, ანუ პროდუქტის შემსყიდველი. ბუნებრივია, როდესაც ტარიფი არის მაღალი, ადამიანი ამ პროდუქციას იმ რაოდენობით ვეღარ ყიდულობს ფიზიკურად, იმიტომ რომ ფასი გაზრდილია, ანუ ამ პროდუქტზე მოთხოვნა ვარდება, შესაბამისად იმპორტიორსაც შემოაქვს ნაკლები საქონელი და შესაბამისად ექსპორტიორსაც ნაკლებ საქონელს ყიდის აი ამ ქვეყანაში. ჯამურად გამოდის ის, რომ პირველი ქვეყანაში იზრდება ინფლაცია, ანუ ფასები საქონელზე და მეორე მცირდება სავაჭრო აქტივობა. სავაჭრო აქტივობის შემცირება ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის შემცირებასაც და ქმნის ესეთი გლობალური სავაჭრო ომების დაანონსება ქმნიდა გლობალურ რეცესიის საფრთხეს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ექსპორტიც მცირდება, იმპორტიც მცირდება, ადამიანების ყიდულუნარიანობა მცირდება. ანუ ეს არის პრაქტიკულად ეკონომიკური შოკი, როგორც იმპორტიორი ქვეყნისთვის, ასევე ექსპორტიორი ქვეყნისთვის. მსგავსმა მოლოდინებმა შექმნა გარკვეულწილად პანიკური განწყობები ამერიკულ საფონდო ბირჟებზე და ესეც ბუნებრივია, როდესაც მოლოდინებია, რომ ეკონომიკური აქტივობა შემცირდება და შემცირდება გარკვეულწილად კომპანიის მოგებები, რადგან ისინი ნაკლებ საქონელს და სერვისს გაყიდიან, მათი აქციების ფასებიც ვარდება, იმიტომ რომ არავის არ სურს იმ კომპანიის აქცია იყიდოს, რომლის მომავალი ბუნდოვანია. ამიტომ ეს შოკი რეალურად მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ეხლაც არ დასტაბილურებულა საფონდო ბირჟებზე ეს მოვლენა. საჭირო ომში დონალდ ტრამპის უკან დახევის მიზეზები, რომ კიდევ უფრო კარგად გავიგოთ, მოდი ერთად ვნახოთ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა. გასული წლის მონაცემებით ჩინეთი 3-ჯერ მეტ პროდუქციას ყიდდა ამერიკულ ბაზარზე, ვიდრე ამერიკა ჩინეთის ბაზარზე და შეერთებულ შტატებს ჰქონდა თითქმის $300 მილიარდიანი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან და ეს ყადაღებული ინფორმაციაც
ვრცელდებოდა, რომ Amazon-ის პროდუქციის 80% პრაქტიკულად იწარმოებოდა ჩინეთში, ანუ Amazon-ის გაყიდვებით რეალურად შემცირდებოდა, იმიტომ რომ ამ პროდუქტებზე ტარიფებიდან გამომდინარე გაძვირდებოდა თითქმის ყველა ეს პროდუქტი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თვითონ რას ყიდის ჩინეთი შეერთებულ შტატებში და შეერთებული შტატები ჩინეთში. თუ ჩავხედავთ ჩინურ ექსპორტს, ნახავთ რომ ჩინეთი ძირითადად შეერთებულ შტატებს აწვდის მაღალ ტექნოლოგიურ საქონელს, ხო, იქნება კომპიუტერები, მანქანის ნაწილები, ელექტრობატარეები, სხვადასხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობის საგნები, ვიდეო თამაშები და ასე შემდეგ. და სანაცვლოდ შეერთებული შტატები თავარი საექსპორტო პროდუქცია ჩინეთში, ეს არის სოიო და ბენზინი, ნავთობის სხვადასხვა პროდუქციები. ანუ შეერთებული შტატებისთვის რთული იყო ჩინური პროდუქციის მალე ჩანაცვლება, იმიტომ რომ თითქმის შეუძლებელია ალტერნატიული ჩამონაცვლებელი ექსპორტიორი ქვეყანა მოეძებნა შეერთებულ შტატებს, მაგრამ სანაცვლოდ ჩინეთს შეუძლია მარტივად მოძებნოს ამერიკული პროდუქციის ჩამონაცვლებელი ქვეყნები, ამიტომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები აღმოჩნდებოდა წამგებიან სიტუაციაში. მაგრამ მთავარი მოტივი დონალდ ტრამპის, როდესაც მან გამოაცხადა სატარიფო ომი, მდგომარეობდა იმაში, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიზანია ინდუსტრია დააბრუნოს შეერთებულ შტატებში და ტარიფები ამისთვის არის დამხმარე საშუალება. რადგან თუ ექსპორტზე ქვეყანა აწესებს ტარიფს და ეს ექსპორტი ძვირდება ამ ქვეყანაში, მაშინ ბევრი კომპანია იძულებულია გადავიდეს შეერთებულ შტატებში, იქა წარმოოს ეს პროდუქცია და გაყიდოს უფრო იაფად და ჩადგეს უფრო მომგებიან მდგომარეობაში. თუმცა ეს პროცესი არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი, აქ არის გარკვეული შეკითხვები, ბუნდოვანება, კომპანიებს, რომელსაც უკვე აწყობილი აქვთ საწარმოო ჯაჭვები, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ერთ ქვეყანას, თანამედროვეობაში ნებისმიერი საქონლის საწარმოო ჯაჭვი არის გაფანტული რამდენიმე ქვეყანაში, თვითონ ჩინეთსაც არ აქვს გარკვეული პროდუქციის საწარმოო ჯაჭვზე აბსოლუტური მონოპოლიები. ანუ რაღაც ნივთის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნებში იწარმოება და შემდგომ იწყობა ამა თუ იმ ქვეყანაში. ანუ ამ საწარმოო ჯაჭვების მონოპოლიის შექმნა თავად შეერთებულ შტატებში ეს პრაქტიკულად არის ერთი მხრივ ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა და მეორე ბოლომდე შეუსრულებელი მიზანით შეიძლება ამას დავარქვათ. ამიტომ ეს ბუნდოვანება მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია, რომელსაც შეიძლება სურდეს შეერთებულ შტატებში დაბრუნება და იქ ინვესტიციების ჩადება, მას უნდა ქონდეს გარანტიები, რომ ის მომგებიანი პოზიცია, რაც ტარიფების მეშვეობით მას ექნება შეერთებულ შტატების ბაზარზე, მუდმივად იქნება და შენარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არანაირი мотиваცია ექნება დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში. თუ მაგალითად ეხლა ერთ წელში, ორ წელში ან სამ წელში შეერთებულ შტატები მოხსნის ტარიფებს, იმიტომ რომ ამერიკაში დაბრუნებულ მეწარმეს გაცილებით ძვირიანი პროდუქტი შერჩება, ნაწარმოები ვიდრე სხვა ქვეყნებს და ის არაკონკურენტუნარიანი იქნება გლობალურ ბაზრებზე. ტარიფებით გლობალურ სავაჭრო ომებში ჩაბმა შეიძლება დონალდ ტრამპის სურვილი და იდეაც იყო, თუმცა დღეს ხშირად მის სულის ჩამდგმელად მოიაზრებენ თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს სტივენ მირენს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა სტატია თუ როგორ უნდა მოახდინოს შეერთებულმა შტატებმა გლობალური ვაჭრობის სისტემის რესტრუქტურიზაცია, სადაც ის გამოთქვავს სურვილს იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეამციროს სავაჭრო დეფიციტი და დააბრუნოს ინდუსტრიები შეერთებულ შტატებში, მაგრამ თავად სანამ ამ სტატიაზე გადავიდოდეთ, მოდით გავიცნოთ თვითონ სტივენ მირენი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ გამოსვლა ჰქონდა ერთ-ერთ think tank-ში და მან ესეთი მოკლედ მოხაზა მისი ეს პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკების იდეა. First, the United States provides a security umbrella, which has created the greatest era of peace mankind has ever known. Second, the US provides the dollar and treasury securities, reserve assets which make possible the global trading and financial system, which has supported the greatest era of prosperity mankind has ever known. Both of these are costly to us to provide. On the defense side, our men and women in uniform take heroic risks to make our nation and the world safer,
preserving our liberties generation after generation. And we tax hardworking Americans mightily to finance global security. On the financial side, the reserve function of the dollar has caused persistent currency distortions and contributed, along with other countries' unfair barriers to trade, to unsustainable trade deficits. These trade deficits have decimated our manufacturing sector and many working-class families in their communities to facilitate non-Americans trading with each other. Let me clarify that by reserve currency, I mean all the international functions of the dollar, private savings and trade included. I've often used the example that when private agents in two separate foreign countries trade with each other, it's typically denominated in dollars because of American status as the reserve provider. That trade entails savings housed in dollar securities, often treasuries. As a result of all this, Americans have been paying for peace and prosperity, not just for themselves, but for non-Americans too. President Trump has made it clear that he will no longer stand for other nations free riding on our blood, sweat, and tears, whether in national security or trade. The Trump administration has already, in its first 100 days, moved forcefully to reorient our defense and trading relationships to place Americans on fairer ground. The president has promised to rebuild our broken industrial base. აქ სტეფან მირენი ხსნის თუ რატომ დაიწყო დონალდ ტრამპმა გლობალური სავაჭრო ომები და დააწესა ტარიფები თითქმის ყველა ქვეყანაზე, რომ ამის საბოლოო მიზანი არის, რომ ინდუსტრია დააბრუნდეს შეერთებულ შტატებში და შემცირდეს სავაჭრო სალდო შეერთებულ შტატების სხვა ქვეყნებთან. და ამბობს ასეთ რაღაცას, რომ აქამდე ამერიკა უზრუნველყოფდა ორი მიმართულებით გლობალურ კეთილდღეობას. პირველი ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, რომ შეერთებულ შტატები საკუთარი თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფდა გლობალურ უსაფრთხოებას და ქმნიდა მშვიდობას ათწლეულების განმავლობაში და რომ ეს არის ხარჯიანი და ამ ხარჯის გაწევა შეერთებულ შტატების საომავლოდ აღარ აპირებს და ქვეყნებს მოუწევთ საკუთარი უსაფრთხოების თავად უზრუნველყოფა და მეორე დოლარის მეშვეობით შეერთებული შტატები ქმნის სარეზერვო გლობალურ ვალუტას, რის მეშვეობითაც ქვეყნები ერთმანეთში ვაჭრობენ და ამ ვაჭრობით ქმნიან კეთილდღეობას და ეს შეერთებულ შტატებს აყენებს წამგებიან მდგომარეობაში, რადგან დოლარის გლობალური სარეზერვო ვალუტობა შეერთებულ შტატებს აიძულებს, რომ იყოს პერმანენტულ სავაჭრო დეფიციტში, ანუ გაყიდოს ნაკლები და მოახდინოს მეტი იმპორტი, რაც პირდაპირ ურტყავს ამერიკულ ინდუსტრიას და რაც ასევე პირდაპირ ურტყავს ამერიკელ დასაქმებულს. და აცხადებს ბოლოს, რომ დონალდ ტრამპმა ეს პოლიტიკები დაიწყო ამ პოლიტიკების შეცვლა, რომ მისი მთავარი მიზანი არის ინდუსტრიის აღორძინება შეერთებულ შტატებში და ამერიკელი მუშის თუ რაც იქნება დასაქმებულის დასაქმება შეერთებულ შტატებში. თვითონ სტეფან მირენის ეს გამოსვლა მეტნაკლებად შეჯამება მისი აი ნოემბრის სტატიის, როგორც ახსენე, მის სათაური არის გლობალური სავაჭრო სისტემის რესტრუქტურიზაცია, სადაც დაახლოებით იგივე მოსაზრებებს ავითარებს, მაგრამ აი ამ სტატიაში არის ერთი მთავარი საკითხი, რითაც შეერთებულმა შტატებმა უნდა დაძლიოს სავაჭრო დეფიციტი და დაიბრუნოს ინდუსტრიები. ეს არის დოლარის გაუფასურების გზა. ანუ სტეფან მირენი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელოვნურად უნდა გააუფასუროს დოლარი და საპირისპიროდ სხვა ქვეყნებმა უნდა გაამყარონ საკუთარი ეროვნული ვალუტები, ეს იქნება პირდაპირ თუ ირიბი ჩარევებით. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაუფასურებული დოლარით შეერთებული შტატების ექსპორტი გაიზრდება, ხოლო სხვა ქვეყნების გამყარებული ეროვნული ვალუტების შედეგად იმპორტი ამერიკაში შემცირდება. ანუ ასეთი ცვლილება ვალუტასთან დაკავშირებით შექმნის იმის მოტივებს, რომ შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს საწარმო სექტორი. აქ სტეფან მირენი ახსენებს შეერთებული შტატების სახაზინო ვალსაც და გვთავაზობს ასეთ რაღაცას, ის კერძო სუბიექტები და ქვეყნები, რომლებიც ფლობენ ამერიკულ ფასიან ქაღალდებს 10, 20, მაქსიმუმ 30 წლიან ფასიან ქაღალდებს, რომელზედაც შეერთებული შტატები ყოველწლიურად პროცენტებს ურიცხავს ამ სუბიექტებს. ეს ფასიანი ქაღალდები უნდა გახდეს არა 10, 20 ან მაქსიმუმ 30 წლიანი, არამედ უნდა გახდეს 100 წლიანი. ანუ ის პროცენტული ვალი, რაც აქვს ამ ფასიანი ქაღალდების ფლობელების მიმართ შეერთებულ შტატებს, უნდა გაიწელოს 100 წელზე. ანუ რეალურად მოხდება შეერთებული შტატების საფინანსო ვალის გაწელვა
100 წელზე, ან პროცენტი არ შეიცვლება, იგივე პროცენტი დარჩება, მაგრამ ეს პროცენტი გახდება გაიწელება 100 წელზე. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ფლობენ ამერიკულ ფასიან ქაღალდებს, იმიტომ რომ 100 წლიანი ფასიანი ქაღალდი შეიცავს საკმაოდ მაღალ რისკებს და შეერთებული შტატები ამ მაღალი რისკისთვის არ თავაზობს მაღალ პროცენტს, პირიქით ინარჩუნებს არსებულ პროცენტს ამ ობლიგაციებზე და რეალურად ამითი შეერთებული შტატებს ფინანსური სტაბილურობის იმიჯიც ეკარგება და ეს სუბიექტები იქნება ეს კერძო კომპანიები თუ სახელმწიფოები აღარ მოინდომებენ შეისყიდონ ამერიკული ხაზინისგან ფასიანი ქაღალდები. Მთლიანობაში მარალაგოს შეთანხმებას თუ შევაფასებთ, ეს არის სასახად ამერიკული პერსპექტივა, რომელიც ამერიკულ ინტერესებზეა მორგებული, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებისთვისაც, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ის უსაფრთხოება, რასაც შეერთებული შტატები უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, ეს უსაფრთხოება უნდა დააფინანსონ თავად ამ ქვეყნებმა და თავად გაწიონ ხარჯი და მეორე ის რომ აი სავაჭრო ომებში და დოლარის ხელოვნური დევალვაციით ამ ქვეყნებს უნდა გაუძვირდეთ იმპორტი და პირიქით გაუვიაფთეთ ექსპორტი, ანუ რეალურად ამ სოფხედელობით სხვა დანარჩენი ქვეყნები უნდა გაღარიბდნენ და ჩვენ ხედავთ კიდევაც აი რეაქციას მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან იქნება ეს იაპონია, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნები და რა თქმა უნდა ჩინეთმაც თქო არ დაიხია ამ შემთხვევაში უკან და ამ სატარიფო ომში შეყვა შეერთებულ შტატებს. 2 აპრილს გამოცხადებული სატარიფო ომების არაეფექტურობა მივიდა იქამდეც, რომ ამ ტარიფების ერთ-ერთი შემოქმედი და მთელი თვის განმავლობაში ხმამაღალი დამცველი შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და აირიბად აღიარა ამ ტარიფების სატარიფო ომების სიმცდარე და მან ისაუბრა არა შეერთებული შტატების ეკონომიკურ გაძლიერებაზე და თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს ამ ტარიფებით, არამედ მან ისაუბრა ჩინეთზე, რომ რეალურად ტარიფების ომით შეერთებული შტატები ჩინეთს ვერაფერს უშვება როგორც ეკონომიკურ ძალას და თქვა რომ ჩინეთი უნდა შეიცვალოს როგორც ეკონომიკური სისტემა, მან უნდა შეამციროს წარმოება, რომ ექსპორტზე აღარ გაქონდეს იმდენი რამდენიც გააქვს და არ ქონდეს ესეთი სავაჭრო პროფიციტი დანარჩენ მსოფლიოსთან და ის იყოს ორიენტირებული მხოლოდ შიდა მოხმარებაზე, აი ნახოთ ეს მისი განცხადება ამ შემთხვევაში. China in particular is in need of a rebalancing. Recent data shows the Chinese economy tilting even further away from consumption toward manufacturing. China's economic system, with growth driven by manufacturing exports, will continue to create even more serious imbalances with its trading partners if the status quo is allowed to continue. China's current economic model is built on exporting its way out of its economic troubles. It's an unsustainable model that is not only harming China, but the entire world. China needs to change. The country knows it needs to change. Everyone knows it needs to change, and we want to help it change because we need rebalancing too. China can start by moving its economy away from export overcapacity and towards supporting its own consumers and domestic demand. Such a shift would help with global rebalancing that the world desperately needs. ხო, აქ თქოთ, ახსენებს ცოტა ესეც კომიკურია, რომ ჩინეთი საკუთარი საწარმოო სიმძლავრით არის დამაზიანებელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს მისი ჭარბი ექსპორტი აზიანებს სხვა ქვეყნის წარმოებასაც და აი ამ ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლაში შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს ჩინეთს, რომ ის გახდეს შიდა მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა. დღეისათვის სულ ეს იყო, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.